2016 წლის არჩევნებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არჩევნო უბნებზე სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დღეს მემორანდუმი ცენტრალური საარჩევნო კომისიას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმდა. მემორანდუმი მხარეებს საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო შენობა ნაგებობების უზრუნველყოფას ავალდებულებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში კი კენჭისყრის დღისთვის ეტლით მოსარგებლეთათვის საარჩევნო უბანი სპეციალური პანდუსებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. CSKO-ს რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, რომ ამ მომრჩევლებს ყველანაირი პირობა შეუქმნას არჩევნებზე თავისუფლად ხმის განსახორციელებლად, ამიტომ ჩვენი როლი ზუსტად ის არის, რომ კოორდინაციით, თანამშრომლობით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან, თბილისის მუნიციპალიტეტთან, მერიასთან ვითანამშრომლობთ. მერია იღებს ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად სივრცეები იქნება ადაპტირებული და თითეული ადამიანი შეძლებს მივიდეს საარჩევნო უბანში, თითეული ადამიანი შეძლებს მისცეს ხმა და ამისთვის გარემო მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული. უპირველეს ყოვლისა საარჩევნო უბნების მომზადება შემდეგი არჩევნებისთვის და ჩვენ გვაქვს ეს პროგრამა, რომ მთლიანად დავამთავროთ რეგიონებში, ანუ ყველა საარჩევნო უბანთან უნდა იყოს შესაბამისი ადაპტირებული მისასვლელი ნებისმიერი უნარშეზღუდული ადამიანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხისმგებლობა გავიზიაროთ ამ კუთხით და ბოლოს მივახციოთ იმას, რომ არჩევნებში გარანტირებული და უზრუნველყოფილი იყოს ის ინკლუზია, რომელსაც ამდენი ხანია.